სამართები მხედრული ანბანით და დაბოლოებით დაწეროს. მსგავსი პრივილეგიით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს, რომლებიც სლავურ, კირილურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ ან ებრაულ დამწერლობას იყენებენ. ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის ცნობადობასა და ხელი უნდა შეუწყოს მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებასაც. ქართველებისთვის ინტერნეტში მუშაობისას პირველად მოსახერხებელი იქნება ლათინურის ნაცვლად გამოიყენონ მათთვის მშობლიური ანბანი. ეს პროგრამა 5-6 წლის წინ ამუშავდა და ამ ეტაპზე უკვე 50 დომენური ზონა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ ამ საშუალებით უკვე საქართველოს ისარგებლებს. მათ ვისაც აქვს სურვილი მაქვს, მაგრამ აქვს გარკვეული პრობლემები უცხოური ენის ფლობასთან დაკავშირებით, უკვე შესაძლებელი იქნება სწორედ ქართულენოვანი დომენის გამოყენებით ამ ინფორმაციის მიღება. მათ შორის გასაკვირველია, ძალიან საინტერესო და ხელშეწყობილი წინაპირობა იქნება თავად ბავშვებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, ვისაც ჯერ არ აქვს შესწავლილი უცხოური ენა. საკმაოდ საინტერესო იქნება ეს თავისთავად ქართული დიასპორის თვალსაზრისით, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა ქართულენოვანი დომენის გამოყენების.